გაუმარჯოს ხალხო მეორედ. არ მიყვარს ეს პროცესები რა. არა. შეცდომით ვთქვი. დღევანდელ დღეს რა განწყობითაც ვარ, აი დღეები არ მიყვარს, ვერ ვიტან მაგ დღეებს. ცხელა ეხლა თან გავიხადო მე შემცივდება. და ვატყობ რომ ბოლო ხანებში ამ განწყობით ძალიან ხშირად ვარ და ერთი მხრივ კარგია. და რატოა კარგი? იმიტომ რომ რაღაცეები ლაგდება, რაღაცეებს ვყრი და ასე შემდეგ. ეხლა ჯერ ოთახში არ შევსრულვარ. იმიტომ რომ ხასიათის გამოკეთება დავიწყე ეზოდან. შემოვატრიალე ეს ტახტი, გავწმიდე კარგად. ვფიქრობ ხა იმ ადიელასაც გამოვიწა და გადავაფარებ. სხვა ყველაფერზე მეტი ნივთი ავიღებ, ხსაცმელები ყველაფერად და რეცხილი იყო. კარები გავაღერა შევყავრე ოთახში და ნუ იმედია მიხვდებია რომ ეხა იქედან აიღო და დააბინაო. ხო და მინდა ნახატებიც დავკიდო. იმიტომ რომ ნახატები აქ მილაგია და აქაც ზედმეტია რა ეგა. ხო და მინდა რომ ნახატებიც დავკიდო. ზაფხულში ბიძინა მომიტანა. პირველად ცხოვრებაში შევყარე მარტო აი ამ რაოდენობის სარეცხი მანქანაში და ეს არის თეთრი ნასკევი. ამას ვრეცხავდი ხოლმე ხელით. ნახეთ რამდენია? არ არის, ცოტა არ არის. არც ეხა ბევრი არ არის იმის რომ 10 კილოა სარეცხის მანქანაში შეყარო, მაგრამ დამეზარა რა მოკლედ ოღონდაც რა წყალი არის, წყლის ეკონომიას აღარ ვაკეთებ და შევყარე და ირეცხება ეს. ერთი არ უკეთებ იმას რა ქვია შპილკებს ასე ფერი. შვენივრად დარეცხა ხარხნო. ანუ ხელით იმიტომ რეცხავდი რომ მე ეჭვებოდა თეთრებს რამდენად დარეცხავს თეთრებს. შეხედეთ აი ქუსლი თითები თეთრი ნასკი სუარი ფითქინა. ოღონდ ვუყავი ალაფრანში მაქვს გარეცხილი რა მეტად ალაფრანი ვუყავი და სიო. ხნილი ამოვიღე ხმარებიდან ჩემი სარეცხის საშუალებებიდან. იმიტომ რომ საკმაოდ ძვირს ვაძლევდი და რაც ეს სიო ჩემთვის აღმოჩენა იყო ორნაბიჯშია სიო 10 ლარამდე ღირდა ფასდაკლებით 8 ლარიც არის ხოლმე 3 ლიტრა. შეხედეთ აი ამის როგორი ფერია. ეს არის ნინოს ნასკი და ნინოს ნასკი არის აი ესეთი ფერი ხოლმე რო იხდის. ხო და შეხედეთ ახლა როგორი ფერი. რა მოგივითეთ. ფოტოშოპში საერთოდ გკენიათ ძალიან ლაითად დაიფერთხედით ბად. ხო და ამოვიღე რა ხმარებიდან ფხვრილი აღარ ვიყიდი. სიო მაქვს და ადრე რო ვიყიდე რაღაცა გერმანული საერცხლის წამალია და რეცხვით როგორ არ რეცხავს, კარგად რეცხავს, მაგრამ სუნი არ მომწონს კი და საერთოდ არ აქვს სუნი. ამ სიოს სუნი მომწონს. ხო და ვიფიქრე რომ მანანა ხელით რატო უნდა დარეცხო? იმაზე მეტი საერცხლის წამალიც დამეხარჯებოდა თან ამას ვახმარ ხოლმე საერცხლის საპონს, ანუ რომ ამოჭეჭყავდა ქაფი რო არა აქ ხო ეხლა გონია რომ ტყუილავ რეცხავ ხოლმე, ამიტომ საერცხლის საპონს ხმარობ. და ამ ნასკებზე რა მომდის ხოლმე იცი ხო, ანუ ხო დავაგროვებ კალათაში და მე რო ვრეცხავ ხოლმე შავებს. ანუ შავებთან ხო არ ჩავყრი ამას არა? მე ჩემ თავს ვეტყვი რომ მოდი ახლა ამას ხელით გარეცხავ, ცოტას დააგროვებ და სინამდვილეში ეს ნასკები 1-3 კვირა თეთრ ნასკებს არ ვეხები და ანუ დღეს ხვალ და დამიგროვდა 3 კვირა გავიდა. ხო და შავებს რეცხავდი ჩვეულებრივ ეს ტანსაცმელებთან ერთად ბავშვების ნასკებს. ხო და ამებს ვინახავდი რა დღეს ხვალობით თან თუდად რომ ვიყავი მე და ნამდვილად არ ამქონდა ახლა ამის ხეხვა გლეჯვის ის და ეხა უთხრა ჩემ თავს მიდი რა შეყარე რა ჩააყარე ალაფრანი შენ დროც და ნერვებად და ფასად აღარ კიღებს ეს ოხერი და რა ვიცი იდეალურად გამოვიდა. მინდა გითხრათ ასე რომ ამის შემდეგ საერთოდ აღარ დავხარჯავ
აღარც დროის რესურსს და აღარც ნერვების რესურსს აი იმის ჭეჭვა შეხედეთ. აი ამაზე თეთრი შეიძლება მე ვერ გამომეღო. ხო გამოხარშვაზე დავაყენე, ოღონდ ეხლა შეიძლება დამიწეროთ რომ გამოხარშვა გააფუჭებს ნასკებს, მაგრამ პირველად არ გამომიხარშია. რაღაც ესეთი რეზინიანი შემყოლია რამდენჯერმე ნასკი, კარგოდკაც და ეგეთი საერთოდ არ გაუფუჭები. ასე რომ გაფუჭდება და თქვენ კარგად იყავით რა. რაღაცას რო ხვაობ, ის უნდა გაფუჭდეს ყველა ვარიანტში. ისი არ გამა. ხო და ეხლა უნდა შევიდე ოთახში, ანუ ეზოში მოვჩი, ანუ ეზოში რო ვარ, თავს გუზნობ კმაყოფილად. იქითაც დავასუფთავ ეს რაღაცები, ეზო რაღაცა დავგავე ის და ანუ ზედმეტის ერთ-ერთი ქვაც აღარ გდია რა და ეზოში რო ვარ, თავს კარგად გრძნობ და უფრო კარგად რო ვიგრძნოთ თავი ეხლა უნდა შევიდე მე ოთახში და იგივე რიტუალი გავაკეთო იქ. ანუ ეხლა რა ხდება? რა უნდა გავაკეთო? უნდა გადავყარო რაღაცეები. მტერსაც რო ჩავთავ, მოვასუფთავ პირველ რიგში რაღაცეებს და მეორე რიგში კიდე კარადებთან მივალ და რა ტანსაცმელებსაც ან არ ხმარობ, თან დღეს ხვალ, აი იმ ტანსაცმელს მოვაშორებ. თუ გასაჩუქებელი იქნება, გავაჩუქებ, თუ დაზიანებული იქნება, რა თქმა უნდა, არ გავაჩუქებ არაფერს და გადავყრი. ხო და მე ვიგრძნობ, რომ ვარ კარგად. აი ხლა მქონდა ისეთ შეგრძნება, რომ მოდი ყველაფერს თავი დავანება მეთქი და წამოვწვევი რა, დავწვევი და არაფერია ესე და მე ვიცი რომ უარესი მომდის. უარესი ცირა მხრივ რო შემეძლო რაღაცა გამეკეთებინა და წამოწოლა ვამჯობინე, მაგაზე მეშლება ხოლმე ნერვები, იმიტომ რომ არც იმ წამოწოლამ არ მიშველა მთლიანობაში, ხო? და ის გასაკეთებელი, მაინც ჩემი გასაკეთებელი უნდა გახდეს. და აღმოჩნდება ხოლმე ისე რომ დრო დავკარგე უბრალოდ, თორე ვერც დავისვენებ, ვერც იმ წამოწოლის ხალის და იმას ვიგრძნობ დასვენებას და ვერაფერს. ხო და აი ესეთ დღეებს აი ესე ვაგორებ ხოლმე რა. ჩემ თავს ვეუბნევი რომ აი მანანა ეხა მაგალითად ცოტაღა დაგვრჩა რამდენიმე ნასკი დასაკიდი. ხო და აი შემყოლია კალკუტკა. ხო და ეხლა თომასაც რო დაკიდებ შეხვალ ყავა მოვადუღე დილას და აი თქვენთან ვიდეო რო ისოვქენ ხო იცით და ყავა რო დავდგე ის ყავა ვერ დავლიე გადავღვარე არ ვიცი რატო არ მესიამოვნა ეხლა დავდგავ და თუ არც ეგ არ მესიამოვნება გადავღვარი საერთოდ ანუ არ ვიცი თითქოს სიტკბო არ ქონდა ჩემთვის რა აი ესეთ სიტუაციაში სოციალურ ქსელში არ შევდივარ ხოლმე ხალხო არც მესენჯერში არავის არ ოპასუხობ აი წერის ხალისი და ის არა მაქვს რა ანუ რაღაცნაირი ხო გქონია თქვენს ეგ მომენტები რაღაცნაირად ანუ არაფერი ვარ გაწუხებს მაგრამ ხა არა მას უბრალოდ შენ თავთან გინდა იყო ეს აი ეგ დღეა რა რაღაცნაირი და მინდა რომ გადავაგორო ძალით ეს დღე არ მინდა ეს დღეები რომ ხშირად მქონდეს არ მინდა რომ ეს დღეები შემომეჩვიოს ეგრეთ წოდებულად იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე აისახება ჩემს ხასიათზე რა თქმა უნდა არ ვარ ისეთი პროდუქტიული რო ვთქვათ არავისთან არც ბავშვებთან არც სიტყვაზე არაფერს კეთების სურვილი არ მაქვს არ შეკვეთას არ ვიღებ არაფრისას და ვცდილობ რაღაცნაირად ჩემ თავთან განმარტოებას ოღონდ ის ეგეც არ შელის უბრალოდ აი ხლა რას ვერ ვიტავ ყველაზე ძალიან აი ჩემო მეზობელმა დაანთო ცეცხლი მიკიდია სარეცხი წინაზე მეც ხო დავანთე მაგრამ იყო სულ რამდენიმე წამიანი იმიტომ რომ აბულბულდა ჩაიწვა და ჩავაქრე ხო და ეს ანთია кайხანია ეხლა მიკიდია სარეცხი ეხლა ჩამოხსნა არ არის შრალი სარეცხი რო ჩამოხსნა აი ესე
მაშინ უნდა იქ გავაშრო, ხო, ესეთ ამინჩი რომ შიგით შეიტან და გააშრო. მაგრამ ვინ უზეში უნდა გააკეთო. იმიტომ რომ ეს შეიძლება 2 დღე იბოლოს ამან, აზრადაც არ მოუვიდეს, რომ ჩააქროს. და იმაზე მეშლება ხოლმე ნერვები, თუმცა აი ამ პერიოდში თუ რაღაცა გაგაღიზიანებს ორ მაგათ ვისახჩევ სურვილი გაქვს რომ გადახვიდე ხა და დაანთქივლო წყალი. ელემენტარულ ხონდა იფიქრო რომ ხახს ან სარეცხი უკიდია რაღაცა. ადრე ეგ არ იყო პრობლემა, იმიტომ რომ ყველას ფეჩები ქონდა და ყველა ანუ ჩვენ დასაცმელს რომ ბოლისუნია დიოდა შეუძლება არც გვაწუხებდა და დიდად აზრად არ მოგვივიდოდა რომ ვი ჩვენ დასაცმელს ბოლისუნია სდის, იმიტომ ყველა ხო ხდები, ყველა ოჯახში ფეჩი იყო. ეხლა ეგ მასი აღარ არის. თან რავი 1000 ნაგავს აქვს მოკიდებული ცეცხლი და ფეჩი ხისუნი მაინც არის რა, რაღაცა ნაგვის და ზუნკლის და რაღაცის. დიდათ არ აღელვებს ამას ისედაც ეგ რაღაცეები. ზოგადად არც სამეზობლო აღელვებს. ეგეთი ტიპის ადამიანი. მოჩინე. მოჩინე ხო ვფიქრობ რომ ჩამოვხსნა რა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ აქ მოდის ის ბოლისაშია. და ამიყრონდა თემპერატურა. ესე ჩამოვხსნა შევყარი შიგნით და გავაშვა. ყარს თელისისა რა. ვიწვით დავაპაუზებ აქეთაც ავხსნები. ეს უკიდო და გავიწვეს. ეხლა შევყლისებს სარეცხს რაღაცებს, მაგრამ იმედი იქამდე ჩააქრობს და ეშველება ამის. აი ისეთ დავაკდი. ეხლა ეს ამდენი ნესტიანი სარეცხი უნდა შევიტადო და შიგნით გავაშრო. ჩაქრე რა. ეს ვიცი კაცებია. ანუ ნინო ეჭვი მაქვს შენი ტელეფონი სადღაც 2 კვირით დაგემშვიდობება. ეჭვი მაქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ ერთს უკვე დაემშვიდობა და მეორე კიდე დაემშვიდობა კომპიუტერსაც და ტელეფონსაც. ჯერ ეჭვი მაქვს და მე ხო იცი. რამდენად მართლდება ხოლმე შეიტანე, იმიტომ რამდენიმე დღე აღარ გიქნა. აღებული აქვს უკვე ბოლისუნი რა, გააწყალებული მართლა იმქანა. აი დააბოლა და დილასაკეთი აი მარტო ჩვენ ეზოშია იზოლი და თვითონ ბედნიერი ზის, ხო? რავი, ყველაფერი ნაგავს და ყარს თელი ეზო. ვერც მოვასწავლე და დროულად ჩაუმეხსნა. რა თვითონ შეაწუხებს ბოლი და სუნი და დისკომფორტი ექნება. ისე ვაშრობ ხოლმე ყველაფერს. საერთოდ სველი. ისე შევაკდო. აი რაიგე
მანდრაც მეფინა ის გამიფუჭდა. ცელოფნის თუ აი ეს სქელი უფერული რაღაცა გადასაფარებელი როა კლიმატ ასავით. ხო და ეს არის ძველი სუფრა. ოღონდ ძალიან მიყვარს ეს სუფრა. ადრე ხშირად ხმარობდით ხოლმე სტუარი რომ მოდიოდა ხოლმე, სოფენდი ხოლმე და სადღაცაც არის დალაქავებული რაღაცა ცხიმით და შავი ღვინოთი. ხო და კი ამოეცალა, მაგრამ რაღაცა დარჩენილი აქვს რა ის რაღაცეები და ვერ ვაგდებ მაინც იმდენად ავუზით. ამჩა ის ვარდისფერის რითაც რა ქვია ის მასკები ავიტანე და აი ეს ნუ გავრეცხო. ესე იგი ამ ახალმა წყალმა მთელი გაყვანილობა დაგვიხსნა რა. მთელი გაყვანილობიდან გაზდის წყალი. იმიტომ რომ წნევა აქვს. მიუხედავად მაგისა თან დაკლებული გვაქვს, ბოლომდე არ გვაქვს გახსნილი. მაგრამ მაინც მასი აზიანებს. ჯერამეებს შევაქნებ და ვნახავ თუ კიდე 10 კილოანია როგორ არ შეეტევა, მაგრამ ეს არის რომელსაც ხმარობდა ძალიან მომწონს ამისი სუნიც და აი ეს ედგა ესეთი ერთი კიდე მომიტანა ლაშა ანუ მარაგში მაქვს და ეს მინდა რომ გავათავო ეს მორჩე რა ეხა ესე კაი სუნი აქვს მაგრამ მე საერთოდ რაღაცა დებილური სული რჩები ნახევარ სიმშვები რომ შევდავამატე კიდე სარეცხი და თან ჩემი არის 10 კილოანი და არ მინდა რომ მოვალეობა მომიხადე. ეს არის მაღლითების ბუფეტში შესალაგებელი. თუ ყარს ყველაფერი რა. აი ეს ოთახიც ის მინდა, აი აქ ის მეორადები მილაგია და გავაყენე საშველი რომ ვიდეო განვაახლო და გავუშვა და გავყიდო ისინიც. პალტომატოები კი ცოტა გადამრჩა. ავით ჩანს ხო ბოლი ნახე. აი ეს ადგილები სულ დავალაგე და სულ ერთი ზედმეტი არაფერი აღარადებს. იქაც ეგრეა. მაგნახატების დაკიდება მინდა ეხლა. ნუ აქედანაც ავიღო ზედმეტი და მინანება მაგის გაფუჭება. კოკი, საჭმელი გააქვს? აქ ხატები ხოლმე გავაკეთეს და სულ დაწმენდილი არის ხატები ლაშამ დაწმინდა. დღეს ხალხია დროულად შემოსვიზავთ ხატებსაც თავის ადგილას. დავიღალე რა. და კიდე რომ აქვს რაღაცები დარჩენილი გასაკეთებელი, ეგ მიფუჭებს ხასიათს. ამიტომ მირჩევია ხოლმე რომ ყველაფერი თქვენთან ერთად გადავხლახო და გავაკეთო უფრო გეფიცებით უფრო ხალისი მიმატება ხოლმე, როდესაც რაღაცას თქვენთან ერთად ვაკეთებ.
ანუ მიადვილდება რა უფრო. თითქოს ვიღაცებს ელაპარაკები, ხა კი ტელეფონს ველაპარაკები, მაგრამ ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ თან ვიღაცა კაი ძმაკაც და ქალები დამყვებიან და იმათ ვეჭორავები. მოკლედ, ჩვენი ოთახის რემონტი შემდეგნაირად იქნება აქ. ვაკეთებთ ჭერს, ანუ ეს უნდა ჩამოვაგდოთ. წარმომიდგენი აქ რაც იქნება და ვაკეთებთ იატაკს. სხვა ისეც არაფერს, კედლებს დავამუშავებთ უბრალოდ. აი ამ თეთრ კარადას, რომელიც ოდესღაც ზუსტად ესეთი ფანჯარა იყო მან, ანუ ორი ფანჯარა იყო მან და იმის მიხედვით, რომ ამ ოთახში ვიყავი 12 წელი, ანუ ბავშვებიც აქ მეწვნენ, მთელი ტანსაცმელიც, მთელი მარაგი, ყველაფრის ამ ოთახში მქონდა, ფიზიკურად ვერაფერს ვეღარ ვტყიდი. საშინელება იყო რა. ანუ როგორც შემოდიოდი, ვერც მოტრიალდებოდი, ისე გახვიდოდი უკან და როგორც არ უნდა გელაგებინა, აი როგორც მე ამ პერიოდში ვიყავი და აი ამ ოთახში რა, ეხა როგორც დაალაგო, როგორ უნდა დაალაგო კედელი ნახე. ხო და არც სურვილი რო გაქვს და არც ხალისი და რაღაცა რა და ის პალნა მაგიტო არ ვიყიდეთ, საძინებელი გუშინ უფრო მეტად რომ ისა მე მოგვიწევდა აქეთ-იქით გადატანა გადმოტანა რა. ხო და აი ეს უნდა გავაუქმოთ ეს კარადა. ანუ ამას გამოვიღებთ როგორც ჩავსვით და მან გიფსოთი მთლიან კედელს გავაკეთებ და უნდა გავაუქმო ეს კარადა. ეხლა რასაც ფარდა უკეთი. ამ წამს კი მჭირდება და საჭიროა, იმიტომ რომ მთელი ტანსაცმელი და რაღაცები აქ მაგრამ არ მინდა რა. ზედმეტი ნივთი, ზედმეტი რაღაცა ოთახში ჩემზე მოქმედებს ძალიან ცუდად. ელემენტარული დალაგება რომ მინდა, აი ეს როგორ უნდა დავალაგო. ანუ მტვერი გადაწმინდა, უნდა ჩამოვიღო, გავრეცხო, გავაუთო, რაღაცა მოკლედ რა. ხო და გუშინ უთხარლაშას და როგორც აი ამას ისე ამას აუცილებლად გავაუქმებთ. იმიტომ რომ ეხლა ასე თუ ისე ყველას თავისი ოთახია, ყველას ნივთი თავისთან არის. მე გოგოებისთვის აი ამდაგვარ კამოც ვუყიდი, იმიტომ რომ თეთრეული და რაღაცები ყველას თავისი კონდეს და იცოდნენ და ელაგოთ იქ. და ანუ ეს ჩაშენებები და რაღაცა საშინელებები აღარ დამჭირდება რა. და მინიმალიზმი იქნება ჩემს სახლში. ვერ მივახციე უკვე 18 წელი აქ ვარ და ჯერ იმას ვერ ისავქენი, რომ ჩემს გემოზე რა მქონდეს, იცი? ანუ ჩემს გემოზე არ მაქვს, ანუ როგორც აი საჭიროება მოითხოვს, მასე მაქვს, მაგრამ მინდა რომ ოდესმე მივიყვანო ის. პირველ რიგში ვაუქმებ მაგორცალს და აი ამას რაც შეეხება ჩემს ეგრეთ წოდებულ მზითვებს, რაც აქ დამხვდა, რაც მოვიტანე და რაღაცა. ავიღებ იმებს, რაც მჭირდება, საბანი იქნება ბალიში თუ ნალი, აბსოლუტურად დანარჩენებს გადავუყრი. იმიტომ რომ მე ამის შენახვაში მართლა იმდენი ვიწვალე, აქ იყო ნესტი, აქ იყო საშინელება, დავშალე, გავრეცხე, ავაწყე და რისთვის. არ მექნება წავალ ვიყიდ, იმერთ საბანს ვიყიდ, იმერთ ბალის მატყლისაც შემიძლია რომ ვიყიდო, ანუ შეიძლება ვიღაცამ დაწეროს რომ იცი ეგეცას ვერ იყიდი და ხო მესმის რომ ეს ნამდვილის, მაგრამ ნამდვილსაც იყიდი. ყველაფერს იყიდი მოკლედ რა, ასე რომ აი ეს არ შემიძლია. 18 წელია აი ეს მიდგა შუაში. როგორც არ უნდა ესე ვალაგო და ვგლიჯო, ეს შუაშია და ყველაფერს კარგავს, ყველა აზრს, ყველა ხალისს, ყველა ლაზატს და ასე შემდეგ. ამიტომ სანამ მართლა აუცილებლად ვიყიდით და ამას ვაგდებ. აი ამ ბოდეში და ყუბოს ვაგდებ, იმიტომ რომ ვერ ვიტან აი ამას. აი ამ ევადია თუ რაღაცა, ჩემთვის არის ეს ძალიან ცუდი რამე. აი არ მიყვარს რა, არასდროს არ ამყარებია და უნდა მოვაშორო. იმხელა ფართი აქვს იმ რაღაცას. ეხლა სავარაუდოდ ამებს დავერევი მე და აქ გადასაყრალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ საღებავები მაქვს. რაღაცებს ავიღებ და
და ამ ჩემოდან გავწმინდე და ჩამოვიღებ და ანუ არ მინდა რა ესე რომ თავზე რამე იდოს. ხო და ერთ სიტყვით შევუძვირფასებო მაქსიმალურად ყველაფერს გადავყრი. ამასაც კი გადავაგდებ, იმიტომ რომ იმას ტრილიაში მოსდევდა. ამასაც კი გადავაგდებ. მოვაშორებ. ბოდიში და კაცი კვდება რა და საერთოდ არ მაინტერესებს, ან როდინდელია, არამდენი წლისაა, ან საიდან არის მოტანილი. არ მინდა და всё, მორჩა დავამთავრე. იმიტომ რომ რაც მამძიმებს, იმას ვიშორებ, უკვე დრო არის. ხო ეგრეა, ხო სწორია. მადლობა, მემსახურა. წლები, მაგრამ საკმარისია. всё. წავედი ხომ იმ წესასრულს შევთავ. და დავიწყებ აქავრობის მილაგებასაც რა. ბოლო ეტაპი იქნება ჩემი სიმშვიდის და ეს დათრგუნული აზრების მოცილების, ეხლა ამას რომ მოვჭები, აბანო სავსე მაქვს, ავანთებ და ვიბანებ და გამოვალ როგორც რა ვიცი, ახალდაბადებული. და ყავაზე თუ მაგ დროს მოვედი, აუცილებლად მოვალ. წავედი ხალხნო, მართლა მიხარია რომ შემიძლია ესე რადგან ფიზიკურად ეხა ვერ ჩაიცმე ვერსად ვერ გახვალ და შემიძლია თქვენთან ერთად ვიჭორავ, ვილაპარაკო, რაღაცა გული გადაგიშალოთ და რაღაცა მიხარია რომ არსებობთ რა. დროებით მომავალ ვიდეომდე თუ დღეს მესენჯერში არავის არ გიპასუხეთ, ვერავის ვერ გიპასუხეთ და რაღაცა, ანუ არ შევსულ ვარ და შევალ რა. არ მინდა არავისთან ეს კონტაქტზე გასვლა, იმიტომ რომ ჯერ რომ მე თვითონ მოვწესრიგდები და ესე ავინთები ახლიდან, აი მაგ პერიოდში გიპასუხებთ, იმიტომ რომ არ მინდა ვინმესზე გადავიდეს ჩემი ეს რაღაცა ნეგატიური აზრები. გარემო, ბუნება და წავედი. ხო, ამ ოთახს ღია ფერებში გავაკეთებ, იმიტომ რომ თეთრი ფერი ჩემთვის სიმშვიდის ფერია.